შარმელ-შეიხში ღაზის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელი მოეწერა, მაგრამ მთავარი კითხვა რჩება, დასრულდება თუ არა ომი რეალურად. ერთ მხარეს დონალდ ტრამპის ოპტიმისტური განცხადებებია რეგიონში ახალი ეპოქის დაწყების შესახებ, მეორე მხარეს კი ღაზის მძიმე რეალობა და პოლიტიკური სირთულეები. რა ბედი ელის ღაზას, არის თუ არა ეს შეთანხმება გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი, თუ მხოლოდ დროებითი შესვენება ახალი ესკალაციამდე. ამ რთულ პოლიტიკურ ლაბირინთში გასარკვევად ჩვენი სტუმარია რეალ პოლიტიკის რედაქტორი, ანალიტიკოსი აკა ზარქუა. მოგესალმებით. თქვენი შეფასებით რამდენად რეალურია ეს შეთანხმება და რა იქნება შემდეგი განვითარება ამ კუთხით? ღაზაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ომის ცხელი ფაზა, ინტენსიური ფაზა საომარი მოქმედებების დასრულებულია, დასრულს მიუახლოვდა ორწლიანი ესეც სასტიკი მძიმე ომის შემდეგ. რაც ნახეთ, რომ რეალურად შედგა შეთანხმება აი ამ რაღაცა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე, რომელიც ძირითადად გულისხმობდა ვთქვათ გარკვეული რაიონებიდან ისრაელის არმიის გასვლას, გარკვეული რაიონებიდან მთლიანი სექტორიდან ისრაელის არმია არ გასულა და ამ მძევლების დაბრუნებას, მათ შორის როგორც ცოცხალი, ასევე გარდაცვლილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას. ეს იყო აი ამ პირველი ფაზის მთავარი ორი პუნქტი, რაზეც შეთანხმება შედგა. შეთანხმების დანარჩენი ნაწილი გაწერილია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს თვეების და წლების განმავლობაში. ამის აღსრულება და აქ ძალიან ბევრი დათქმა და ძალიან ბევრი წინაპირობა, მათ შორის ორივე მხარის მიერ წამოყენებული, ვთქვათ, ხო ეს ტექსტი რაღაც თავიდან შეთანხმდა ტრამპის კაბინეტში, შემდეგ უკვე ისრაელმა შეიტანა თავის შესწორებები და რა თქმა უნდა ჰამასმა თავისი ვთქვათ პარტნიორების გავლით, ეგვიპტის, თურქეთის და კატარის გავლით შეიტანა თავის შესწორებები. ხო, ანუ ეს საბოლოო ჯამში ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, გრძელვადიან მშვიდობას, მათ შორის ვთქვათ რაღაცა ადმინისტრირების ახალ საადმინისტრაციო ძალას ჰამასის მაგივრად, რომელიც აქამდე იყო დაკავებული ღაზას ადმინისტრირებით და მართვით, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად შორეული პერსპექტივაა, რომ ამაზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან რთულია. მათ შორის ვთქვათ იქ როგორი იქნება არა მხოლოდ ვთქვათ ეს საერთაშორისო ადმინისტრაცია ღაზის, არამედ როგორი იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, რა როლი იქნება ამ ყველაფერში პალესტინურ ადმინისტრაციას, განიარაღდება თუ არა საბოლოოდ ჰამასი და ანუ მოკლედ ეს რაღაცა გრძელვადიანი მშვიდობა 20 პუნქტის შესრულება არის ძალიან ესეთი ბევრი წლის საქმე და მე მეეჭვება, რომ ეს ტრამპის საპრეზიდენტო ვადის პერიოდში მოხერხდეს. ესეთი შეთანხმებები ჩვენ ბევრი გვინახავს, უფრო დიდი შეთანხმებები, ვთქვათ, იგივე ოსლოს შეთანხმებები რო გავიხსენოთ, ბევრი გვინახავს, მაგრამ საბოლოოდ ვთქვათ, ამ კონფლიქტის დარეგულირებამდე, მაინც ამ კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებით მაინც არ დასრულებულა და მგონია, რომ ამ შემთხვევაში დაახლოებით ასეთი სიტუაცია, ხისიერი შედეგი რაც არის ის, როგორც თქვით, რომ ომი შეწყდა, საომარი მოქმედებების ინტენსიური ფაზა ყოველ შემთხვევაში ვთქვათ, შეიძლება კიდე გაგრძელდეს რაღაცა სროლები რაღაც სპორადულად, ხო, რაღაც მონაკვეთებზე, მაგრამ ომის საომარი მოქმედებების ინტენსიური ფაზა დასრულებულია, პალესტინელებისთვის დადგა ეს ნანატრი რაღაც შვების მომენტი და ისრაელში დაბრუნდნენ მძევლები, რომლებიც 2 წელია აი ამ რაღაც ტყვეობაში იყვნენ ჰამასის. ეს არის სიტუაცია, მოკლედ რო ვთქვათ, ღაზის ირგვლივ და ღაზაში ახლა რაც გვაქვს, ანუ ისრაელი ნაწილობრივ აკონტროლებს ღაზის სექტორს, ჰამასი ბოლომდე განიარაღებული არ არის, თუმცა მისი სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად განადგურებულია, მაგრამ ის კვლავ ინარჩუნებს ვთქვათ ადმინისტრირებას აკეთებს რაღაც ტერიტორიებზე, ჰამასი კვლავ წარმოდგენილი არის. ხო, ანუ ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ისრაელმა ვერ მიაღწია მის განცხადებულ მიზანს, რაც იყო ეს ჰამასის სრული განადგურება და რაღაც ამოზირკვა ღაზის სექტორიდან და უბრალოდ რო ვთქვათ, ეს ნაკლებად მოსაოდნელი იყო იმთავითვე, იმიტომ რომ ჰამასი არ არის მარტო რაღაც ტერორისტული ორგანიზაცია, სამხედრო ფორმირება, ხო, ანუ ეს არის ყველა სოციალურ უჯრედში მონაწილეობს აი ამ ღაზის ცხოვრების ეს იდეოლოგია არის და აქედან გამომდინარე ნაკლებად მოსაოდნელი იყო, თუმცა შეთანხმება საბოლოო ჯამში გამოიყურება ისე, რომ ბიბი ნეთანიაჰუ შეუძლია თქვას, რომ მან მიაღწია აი ამ ტოტალურ გამარჯვებას და ერთ-ერთი დათმობა, რომელიც ისრაელმა გადადგა დათმობის ნაბიჯი, ეს არის ომის შეწყვეტა და ვთქვათ, რამდენიმე ათასი პალესტინელი
პატიმრის გათავისუფლება. და თავის მხრივ ხო ანუ ესეც ისრაელისთვის მონგებიანი გამოსავალი იყო ამ ვითარებაში, იქიდან გამომდინარე რამდენადაც ისრაელში არ აქვს სურვილი რომ მაინდამაინც აქტიურად დააკავდნენ ამ ხაზის ადმინისტრირებით და ამით ამაზე გამოყვან რესურსი. ხო ანუ აქ ან სრულ ოკუპაციაზე ან რა შემდეგ. ხო ანუ იგივე თქვა ჰამასის კონტექსტზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ რომ ისინი ხელისუფლებაში, ხაზის ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელი თავისი ნებით გავიდა სექტორიდან, იმიტომ რომ არავის არ ქონდა აი ამ ტვირთის სიდვის სურვილი ისრაელში. აქედან გამომდინარე, ესეთ ვითარებაში, როცა ჰამასი დასუსტებული იყო, როცა მასზე მისმა პარტნიორებმა, ვთქვათ, ამერიკის წნეხის შედეგად ჰამასის ძირითადმა პარტნიორებმა თურქეთმა, კატარმა და ეგვიპტემ დაიწყეს წნეხის პროექცირება ჰამასზე, რომ ისინი უნდა დათანხმებულიყვნენ ვთქვათ ამ შეთანხმებას, ანუ ამ შეთანხმება მუშაობა იმგვარად, რომ ვთქვათ ჰამასზე ზეწოლის ძირითადი ბერკეტი და ტვირთი გადავიდა ამ რეგიონულ მოთამაშეებზე, თურქეთის, კატარის და ეგვიპტის სახით და ისრაელზე ზეწოლის ტვირთი აიღო თავის თავზე ტრამპის ადმინისტრაციამ და საბოლოო ჯამში შეიქმნა რაღაცა ესეთი ორივე მხარესთვის მეტნაკლებად მისაღები პირობები იმისთვის, რომ აი საომარი მოქმედებების ესეთი ინტენსიური ფაზა დასრულებულიყო, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის რაღაცა ის გრძელვადიანი მშვიდობა და არ უნდა ვთქვათ ესეთად, რომ ვთქვათ რაღაცა აქ არაფერი შეუძლებელია, რომ რამე შეიცვალოს და ჩვენ რაღაცა ესეთი ყარი ახალი კონსოლიდირებული რეალობა გვაქვს, რომელიც დიდ დროს ბევრ გამოსვლას გაუძლებს. ხო, ანუ წინ ბევრი რამეა, ბევრი რამე შეიძლება წავიდეს არასწორად, როგორც ეს ვთქვათ ამ კონფლიქტის ისტორიაში და ამ კონფლიქტის დარეგულირების ცდილობების ისტორიაში არაერთხელ ვნახეთ. აქედან გამომდინარე, ხო, ანუ ნართული სათქმელია საბოლოოდ რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი, თუმცა ამ წამს გვაქვს აი ესეთი ვითარება, რომ რაც მისასალმებელია, რომ საომარი მოქმედებები დასრულდა და პალესტინელებისთვისაც ადგილობრივი პალესტინელებისთვისაც რაღაცების მომენტი დადგა და ეს ისრაელელი მძევლები დაბრუნდა სახლში, რაც ხადია მისასალმებელია და რაც ლეგიტიმურად, რასაც შეგვიძლია უწოდოთ დონალდ ტრამპის ჯერჯერობით ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური წარმატება.